Boycott თუ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიცია საერთო ხედვაზე ისევ ვერ ყალიბდება, ნაწილი ღიად ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი კი ბოიკოტს განაგრძობს. ოპონენტების ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური სურათი არ იცვლება, ქართული ოცნება მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. გიორგი აბაზაძე გიამბობთ. რა იქნება უკეთესი ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? მამუკა ხაზარაძე საკუთარი პირობის უკვე მერამდენედ გატეხვას ამჯერად ბრძოლის სურვილით ხსნის. თუმცა ეს ბრძოლა რომ თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული, მისი პარტიის რეიტინგი მეტყველებს. ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება გაძლიერდება თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ. გამოცხადებული ბოიკოტი ჩავარდა, ლელოს ლიდერებს კი კოლეგები უპირისპირდებიან. ნაცმოძრაობასა და ახლებში ისევ არ სურთ არჩევნებში მონაწილეობა და ბოიკოტისკენ მოუწოდებენ სხვებსაც. მხოლოდ და მხოლოდ გარიგების შედეგი შეიძლება იყოს ამ სპეცოპერაციაში და არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება. იმედს ვიტოვებ, რომ ყველა, ვინც თუნდაც იოტისოდენად ფიქრობს, რომ რამენაირად მონაწილეობა უნდა იყოს, ისინი პოზიცია შეიცვლიან. მათმა პოზიციამ ჩემი აზრით გამოიწვია არასასურველი გაურკვევლობა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც შეიძლება სწრაფად დავხუროთ ეს თემა. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით რადიკალთა გეგმა მხოლოდ უცხოელი პატრონების მითითებებზეა დამოკიდებული. ეს მათი პოზიცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ბრძანება მოვიდა ევროპარლამენტიდან, სადაც თქვენს რომ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე რაც ვიცი, განსაკუთრებით ნაცებში არის ძალიან დიდი აზრთა შეხლა შემოხლა და დიდი ჩხუბი, იმიტომ რომ ზოგს უნდა თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ დარჩნენ ქუჩაში და ეს იზრდებათ ახლა როდის დაიძლებიან თქვა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე რაიონის საკრებულოებში და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი. რაღაც ნაწილი არის წინააღმდეგი, ახლა საბოლოოდ რომელი გადაძალავს არ ვიცი. სად იქნება 4 ოქტომბერს ქვეყნის პოლიტიკური სისტემიდან ამოვარდნილი ოპოზიცია, მით პოლიტიკური სურათი არ იცვლება მმართველი გუნდისთვის. გამოდუმებით პატრონების მითითებების მომლოდინეები უპრინციპო პოზიციებით მათ მიმართ დარჩენილ მინიმალურ ნდობასაც აქრობენ. დღეს ალბათ სხვა დავალება არის გარედან, პატრონებმა ალბათ შეცვალეს მიდგომა, დამოკიდებულება, გამოწვევები, პრობლემები, რომელიც დღეს კიდევ არსებობს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული, ამ გამოწვევებს ჭირდება ღირსეული პასუხი. ერთადერთი ძალა, გუნდი, ეს არის ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო, ვისაც შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება. ეთყობა ხაზარაძეს აკეთებენ აქცენტს მათი პატრონები, რომ მიიღეთ მონაწილეობა რისთვის, რომ ხელმეორედ დატრიალდეს ეს კარუსელი და თქვა რომ აი გაყავდა, აი გაჟონა, გაჟონილები ამას ამბობენ. აბა დანარჩენი არ იცი რომ თბილისს არასდროს არ აირჩევს ხაზარაძეს. არასოდეს არ აირჩევს მწვალებელთა პარტიის წარმომადგენელ ბურჭულაძეს. არასდროს არ აირჩევს სალომეს. ალბათ ზომავენ მათი გარე უფროსები იმ შემთხვევას, რომ გადანაწილდება თუ არა ნაციონალური მოძრაობის ხმები კონკრეტულად ლელოზე და კონკრეტულად გახარიას პარტიაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ვერ გადანაწილდება, შესაბამისად ამ ორ პარტიასაც დაავალებენ, რომ რა თქმა უნდა უღალატონ თავიანთ ეგრეთ წოდებულ პრინციპებს და მათაც მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ეს ჩვენთვის კარგია, რეალური ილუსტრირება მოხდეს მათი დრამატულად შემცირებული რეიტინგის. 9-ჯერ დამარცხებული ოპოზიციისგან განსხვავებით ქართული ოცნება მეათე გამარჯვებისთვის ემზადება.